25 მარტს ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ემთხვევა, სიონის ტაძარში მსახურება გაიმართება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფეშიო სამღვდელოებასთან ერთად პარაკლის ილია მეორის სულის მოსახსენიებლად კი პანაშვიდს გადაიხდის. მსახურება 14 საათზე დაიწყება. პარალელურად სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავთან კვლავ მიდიან მოქალაქეები და ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ. სადაც 24 მარტს 1996 წელს 30 წლის წინ მე წუხრის ჟამს ზუსტად აი ამ დროს ვიდექი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრთა წინაშე და საეპისკოპოსო ხელდასხმისთვის გამზადებული წარმოვთქვამდი სიტყვას, აღთქმის სიტყვას. 30 წელი გავიდა, განულო 3 წელმა და ზუსტად ამ დღეს მე ვდგავარ მისი უწმიდესობის ახლად განსვენებული ჩვენი მამის და პატრიარქის საფლავის წინაშე. შევიდნენ თქვენ უწმიდესობა, თუ კი რა თქვენ წინაშე შევწოდე. სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში სასულიერო პირებით 11-დან 16 საათამდე და 18-დან 22 საათამდე პერიოდში პანაშვიდს განუწყვეტლივ აღავლენენ. დღეს კათოლიკოს პატრიარქის საფლავთან ილია მეორის პანაშვიდი წმინდა სინოდის წევრებმა გადაუხადეს, რის შემდეგაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა იქადაგა. დღეს ძალიან მნიშვნელოვან ზაგარსაყარზე ვდგავართ და ძალიან ბუნებრივია, რომ გავსქერით ხვალინდელ დღეს და ჩვენი ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ თქვენ დაგტრიალებთ. ჩვენ ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ მიერ შეკოწიწებული დიდი მოთმინებით, ტანჯვით, წვალებით ეს ერთობა განმომტკიცოთ და რაც თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობა, იმაზე დავაშენოთ მომავალი, რომელიც გეკადრება თქვენ და რომელიც ეკადრება მრავალწლოვან ქართულ ეკლესიასა და ქართველებს. სიონის ტაძრის ეზოში დღეს კომენტარი გააკეთა პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ. მას ჟურნალისტებმა პატრიარქის ანდერძის შესახებ დაუსვეს კითხვა. პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ ანდერძი არ არსებობს, რადგან ილია მეორემ მოსაყდრე სიცოცხლეშივე დანიშნა. ანდერძთან დაკავშირებით კანონიკური წესი არის ყოველთვის ასეთი, რომ თუ კი პატრიარქი თავის სიცოცხლეში არ დაასახელებს თავის მოსაყდრეს, რა თქმა უნდა, მაშინ ის წერს ანდერძს. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქმა თავის სიცოცხლეში რომ შემდგომ ამას არ გამოეწვია რაიმე დაპირისპირება, რაიმე უკმაყოფილება, პატრიარქმა როგორც ძალიან ბრძენმა წყემსთავარმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან თავიდანვე სწორად გადაწყვიტა, რომ მის სიცოცხლეშივე დაედგინა მოსაყდრე, რომ შემდგომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვები და უკმაყოფილება არ ყოფილიყო. პატრიარქმა ასე გადაწყვიტა ეს, რა თქმა უნდა, და ანდერძის საჭიროება ბუნებრივი აღარ არსებობს, როცა პიროვნება თავის სიცოცხლეშივე თავის მოსაყდრეს ადგენს, იქ უკვე ანდერძის საჭიროება არა, ამიტომ არავითარი ასეთი ანდერძი აღარ არსებობს. სიონის ტაძარში დღეს იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. მათ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პატრიარქი 22 მარტს სიონში მის მიერვე შერჩეულ ადგილას დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესიას ათობით ათასი ადამიანი დაესწრო. ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის 9 საუკუნე უძღვებოდა.